სანვები დღეს არის 12 თებერვალი. დავიწყოთ პირველ რიგში იმით, ჩატარებულ მანჩებს მოგახსენებთ სოფლიო სპორტის შესახებ ახალ ამბებს მოგახსენებთ. ჩატარებულ მანჩებიდან ჯოხი ცუდად ჩას. ჩანვა? ეხა ხო ჩა. ისა მოგახსენებთ რა, ანუ ჩატარებული მანჩებიდან რა შეეხება ნიდერლანდებს, იმას ჰოლანდიას 47 მოუგო მორაგბეთა ნაკრებმა და 10 ქულით იმყოფებით ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში, რომელიც მეორე ადგილზე 10 ქულით ესპანეთში და ძალიან საინტერესო თამაში იქნება. პრინციპი ის იქნება, რომ თითქმის ორივე ნაკრებს ერთნაირი ქულები გვაქვს და ჩემი აზრით დაზაბული თამაში უნდა იყოს. აქედან გამომდინარე კი ის შეეხება. ეხლა ჩემო არხის მაყურებელო მინდა გადავიდე იმაზე, რომ 6-ზე რა შეეხება 6-ზე ირლანდიამ შოტლანდიას მოუგო 6-ზე მორაგბეთა ნაკრებმა 18-12 მოუგო ირლანდიას შოტლანდიას და მე მინდა ეხლა გადავიდე კაფეოთ და სულ ინფორმაცია მოგაწოდოთ რა ხდება სოფლიო სპორტის შესახებ. ეხლა კი ჩემო არხის მაყურებლებო რა შეეხება ფერმუსაც დავიწყოთ ჯერ ერთი ლიგით. ლიგაში მოგეხსენებათ მადრიდის რეალი და მადრიდის ატლეტიკო თითო ქულები გაიყვეს, იმიტომ რომ დაზაბული თამაში იყო თვალ ჩავთვლით თითოეულობები, კუთხურები და რაღაცა ერთი ჩაკეტილი თამაში იყო რა თქმა უნდა, მაგრამ აქ ერთი მორჩა და თითო ქულებს გაიყვეს. 49 ქულით მადრიდის ატლეტიკო, 50 ქულით კი მადრიდის რეალი პირველ ადგილზეა, პირველ პოზიციაზეა და 48 ქულით მოგეხსენებათ ბარსელონამ სევილია დაამარცხა 4-4 ძალიან დიდი ანგარიში და ბარსელონამ გადადგა. თითქმის ლიგაში მდგომარეობა იზრდება სატრიში რა შეეხება. მე მინდა ეხლა კი ჩვენი გიორგი მამარდაშვილის გუნდის შესახებ მინდათ მოგახსენოთ, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას გაიხსნება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა. გიორგი მამარდაშვილი შეუერთდება ლივერპულს შეუერთდება გიორგი მამარდაშვილი და მე მინდა წარმატება უსულო რა თქმა უნდა. კიდე რა შეეხება ჩატარებული თამაშებიდან, ეხლა სერიასაც რა შეეხება. სერიაში ნაპოლმა 1-1 ითამაშა და კონტე ძალიან დაუხლებულია, იმიტომ რომ გუნდისგან ელოდებოდა მეც მოგება უნდოდა კონტეს, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. სამწუხაროდ ზედიდე მეორე ფრი ითამაშა 1-1, მაგრამ ისე ნაპოლი პირველ ადგილზეა 55 ქულით, 54 ქულით მეორე ადგილზე ინტერი და ასე შემდეგ. და ვალენსიას რა შეეხება გიორგი მამარდაშვილის გუნდი ძალიან მდგომარეობაში იმყოფება და ძალიან საჭირო ქულების ამბავი იყო, რა თქმა უნდა და მოახერხა მოგება და ამისთვის შესაძლებელია რომ ვძინოთ, რომ გუნდი ამოვიდეს გასავალი ზონიდან, რომელიც 19 ადგილზე იმყოფება. ჩემო არხის მაყურებელო და ეხლა მე მინდა თითოეულს მინდა მოგახსენოთ. ეხლა ინგლისში რა შეეხება ლივერპულს, ასე აქვს შედეგი. ლივერპულ დღეს აქვს თამაში, იმიტომ რომ თანზე ქონდა თამაში და სრული სენსაცია მოხდა. 1-0 დამარცხდა ლივერპული, 1-0 დამარცხდა და ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ თასიდან გავარდეს. რა შეეხება მანჩესტერ სიტიმ გუშინაც ჩემპიონთა ლიგაზე დამარცხდა და თასზე რა შეეხება არსენალმა 5-1 გაანადგურა. სრული კატასტროფა მოხდა სიტის დაცვაში, ასე ვთქვათ და ისეთ თამაში იყო, სიტი მოიშალა, იმ გუნდი აღარაა ზედიდეს, რომელიც პრემიერ ლიგაში ზედიდეს 4-ჯერ
პრემიერ ლიგაში 4-ჯერ ჩემპიონი გახდა პრემიერ ლიგის და ყოველ კიდე ის მინდა მოგახსენოთ რომ რაც შეეხება აუცილებლად ჯოს მიქავტაზე საფრანგეთში ლიგა 1-ზე გესაუბრებით ჩემო არხის მაყურებლებო ჯოს მიქავტაზე საოცარი რამ მოახდინა რეინსი 4-0 განადგურდა და ძალიან მაგარი გატარება მოახერხა ბომბაზდიმა ბიჭმა ჩაწოდების შედეგად და თანაგუნდეთ ისეთი ფურთი დაახვედრა გოლი გაატარია და ჯონ მიქავტაზე ვაი ბოლოს სად გამოჩნდა აი რა მაშინგერიას რომ იტყვიანი თამაშეს ხოლმე ნაყურები ძველი აი ყიფიანი და ისინი რომ იყვნენ ადრე ჯონ მიქავტაზე ყოველთვის საჭირო დროს კარებთანა ჯონ მიქავტაზე და რომ იტყვიან მერვე გოლი გაიტანა რიონის შემადგენლობაში და წარმატებები მინდა უსულო რა შეეხება ხუჭე ყველასხელიას ადებიუტო გოლს პარი სენ-ჟერმენში რა თქმა უნდა მონაკოს მოუგეს 4-1 მონაკოს მოუგეს 4-1 და ერთ-ერთი გოლის ავტორი არის ხუჭე ყველასხელია რომელმაც ადებიუტო გოლი გაიტანა რა შეეხება ეხლა ლუის ენრიკემ ისი თქვა რომ ჭირდება გუნდში შეთამაშების სფეროში ყველანაირად ჭირდება რომ ხუჭე ყველასხელია იმ სიტუაციას მოერგოს ასე ვთქვათ რა შეეხება ეხლა მე მინდა გითხრათ ჩემპიონთა ლიგის ჩემახზე მინდებს ჩემპიონთა ლიგის ხვილი კენჭისხლის შედეგები და გუნდების შედეგები ასნაირად დორტმუნდს გულში მოახერხა გამარჯვება და ძალიან საინტერესო თამაშები იყო გულში როგორც მოგეხსენება დღესაც არის თამაშები რა თქმა უნდა გულში ხუჭა ყველასხენია ვერაფერი ისეთი მომენტი ვერ შექმნა რომ თავი დაემახტურებიან ჩემპიონთა ლიგის იმაზე 3-0 ოსმან დემბელე რომელიც ფრანგი საუკეთესო მდგომარეობაში საუკეთესო ფორმაში ფრანგ მე-11 ფუნქციას გატანილი. ეხლა მე მინდა გითხრა რა შეეხება ქოჩორაშვილზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ასე წავიკითხე და ასე გავიგე ქოჩორაშვილის შესაძლოა ან სამგუნდს უკავშირებენ ტრანსფერით განხორციელებენ ან სამიდან ერთ გუნდს და მე დიდი ალბათობით ქოჩორაშვილი შეარჩევს ან სპორტინგზე არჩევა ან ნაპოლზე უფრო არჩევა ქოჩორაშვილი უფრო უკეთესია ნაპოლში ითამაშობს და ანუ კარიერის ბევრი შეიძინოს ასე ვთქვათ და საუკეთესო ფეხბურთი ითამაშოს იმიტომ რომ იტალიაში უფრო სხვა დონის ის არის რა ჩაკეტილი თამაშებია და იტალიაში მოკლე პასები დასვაზეა ორიენტირებული გუნდი აი ესპანეთში მოკლე პასები ტაკატიკა ბარსელონა რეალის შემთხვევაში და მე მინდა კიდევ ვთქვა რომ წარმოხალული ვიქნები თუ დადასტურდება ეს ინფორმაცია ქოჩორაშვილის შემთხვევაში ნაპოლში რომ ითამაშოს მე სულიად წინააღმდეგი არ ვარ ჩემო არხის მაყურებლებო და მე მინდა გითხრათ მე მაინტერესებს თქვენი აზრი დაწერეთ კომენტარებში და რა ფიქრობთ ამ სამი გუნდიდან რომელ გუნდზე გააკეთეს ქოჩორაშვილი არჩევა გიორგი ქოჩორაშვილი ეხლა კი რა შეეხება დანარჩენს ეს ზაფხულში ტრანსფერები განხორციელდება რა თქმა უნდა და მამართა შვილსაც ვიხილავ მალე პრემიერ ლიგაში ერთ-ერთ უძლებ გუნდში რომელიც ლივერპული ლიდერობს 56 ქულით და დღეს თამაში რამდენადაც მოგიხსენებათ და ასე შემდეგ შემომეგობრებო ეხლა კი მე მინდა გითხრათ რომ მაქსიმალურად გადაიზიარეთ და ლაიქეთ გამოიწერეთ ჩემი არხი რათა ბევრ საინტერესო ამბებს შემოგთავაზებთ მსოფლიო სპორტის შესახებ. Bravo.